დეჰუმანიზებული ადამიანების მიზანმიმართულ გატეხვასა და განადგურებაზე ორიენტირებული სისტემა. ასე აღწერს პროდასავლურ აქციებში მონაწილეობის გამო პატიმრობაში მყოფი აქტივისტი ზვია ცეცხლაძე სასჯელახსრულების სისტემას. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ზვია ცეცხლაძე წერს, რომ ყოველთვის ცდილობს ციხეში არსებულ პრობლემებზე არ ისაუბროს, თუმცა წერილის დაწერა იმ სისტემურმა წამებამ, არა ადამიანურმა და ღირსების შემლახავმა მოპყრობამ გადააწყვეტინა, რასაც ბოლო დროს ხედავს. წერილში ზვია ცეცხლაძე დეტალურად აღწერს, რა მძიმე მდგომარეობაში უწევთ პატიმრებს სასჯელის მოხდა. როცა 19 აგვისტოს ჩვენთან შემოიყვანეს მე-6 პატიმარი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ფეხმოტეხილი კაცი, ჯერ ადმინისტრაციიდან D კორპუსში, შემდეგ კი E კორპუსში რამდენიმე სართული ატარეს ყავარჯნების გარეშე. ადამიანი ცალფეხზე ხტომით შემოვიდა ჩვენს საკანში, რადგანაც მეორე ფეხი გიფსში აქვს შეხვეული და ამ ფეხზე დაყრდნობა მომდევნო თვენახევარი აკრძალული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვედა საწოლი დაუთმეთ და მივეცით ყველაფერი, რისი გაღებაც ჩვენი მცირე რესურსებით შეგვეძლო, ჩვენ არ შეგვიძლია სამედიცინო დახმარების გაწევა. ადამიანს უჭირს ფიზიკურად გადაადგილება, არ შეუძლია დამოუკიდებლად ბანაობა და საპირფარეშოთი ნორმალურად სარგებლობა. როცა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს უთხარით, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში არ შეიძლება კაცის შემოყვანა ციხის კამერაში და ამის ნაცვლად ციხის საავადმყოფოში დააწვინონ, გვიპასუხეს, რომ როგორმე თქვენით უნდა მიხედოთო. ვუხსნიდით, რომ კაცს სჭირდება გიფსის გამოცვლა და ექიმის ზედამხედველობა სამედიცინო პირომებში. პასუხად მხოლოდ ის მივიღეთ, რომ როცა საჭირო იქნება, ექიმი მოუტანს წამლებსო. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ადამიანს ცარიელი ბალიში და ლეიბი აღირსეს. ოღონდ იცით თეთრეული რატომ არ მოუტანეს? იმიტომ რომ ციხეს ჩვენს კორპუსში ფიზიკურად იმდენი თეთრეული აღარ აქვს, რამდენი პატიმარიცაა. ზვია ცეცხლაძე ყვება, რომ პატიმარს მხოლოდ მოგვიანებით მიუტანეს ძველი, დაზიანებული ცალი ყავარჯენი. მეორე, რომელიც რამდენიმე დღეში მიუტანეს, უვარგისი აღმოჩნდა. პატიმარი საპირფარეშოთი სარგებლობასაც ვერ ახერხებდა და მას შემდეგ, რაც დაჟანგული და სუნიანი იმიტირებული დასაჯდომი მიუტანეს, საპირფარეშოთის სარგებლობა სხვა პატიმრებსაც კი გაუჭირდათ. ზვია ცეცხლაძე წერს, რომ პატიმრებს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების და პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებაც კი არ აქვთ ღირსების შეულახავად. ზოგადად კარანტინი საშინლად მოუწესრიგებელია. კედელზე ყველგან ტარაკნები არიან, წვიმისგან კამერაში გუბდება წყალი, საკანალიზაციო მილი დაზიანებულია, საშინელ სუნთან ერთად ვირთხებიც ამოდიან. სუფთა ადგილს ფიზიკურად ვერ იპოვი, რომ ჩამოჯდე და მაშინაც კი როცა შუქიანთია, უკუნეთი წყუდიადია. კარანტინის აღნიშნულ საშინელ პირობებზე ნებისმიერი პატიმარი დაგემოწმებათ. კარანტინში ყოფნისას პატიმართან შეიყვანეს ხნიერი მამაკაცი 70 წლამდე, რომელსაც დაემართა ეპილეფსიური შეტევა და ჩავარდა კრუნჩხვებში. როცა დახმარებას ითხოვდნენ ციხის თანამშრომელმა უთხრა, რომ მაგას ემართება ხოლმე ეგრეო. საბრალო ხნიერ მამაკაცს დაეწყო უნებლიე შარდვა და სანამ არ მიხედეს, თავისივე შარდში მოუწია წოლა. ამ ფაქტის შემდეგ ადამიანს აქვს პანიკური შიში, რომ კვლავ არ აღმოჩნდეს კარანტინში. ადამიანის მსგავს სიტუაციაში ჩაგდება არის ღირსების შემლახავი, რაც აღნიშნულ სიტუაციაში გამოწვეული ფიზიკური და სულიერი ტკივილი უთანაბრდება წამებას. პატიმარს პენიტენციურ კოდექსით ერგება სამედიცინო ზედამხედველობა. თუ მკურნალობა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო სამედიცინო პუნქტში შეუძლებელია, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში. ზვია ცეცხლაძე წერს, რომ პატიმრებს არ გააჩნიათ პენიტენციური კოდექსით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის უფლება. ამ ყველაფრით აღშფოთებულმა პატიმრებმა მოითხოვეს ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრა, მაგრამ უშედეგოდ. კორპუსის უფროს აუხსნეს, რომ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანს პატიმრები ვერ მოუვლიდნენ, რადგან თვითონაც ელიან სამედიცინო დახმარებას და ექიმთან კონსულტაციას, თუმცა უარი მიიღეს და მუქარა ფრაზით შენ ციხე არ გინახავს. ზვია ცეცხლაძე წერს, რომ ასე ცხოველებსაც არ ექცევიან და თითო პატიმრისთვის ერთ საკანში 1 კვადრატულ მეტრზე ნაკლები სივრცეა, როცა კანონით 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. პატიმრები ვერ სარგებლობენ სატელეფონო ზარის უფლებით, ისე როგორც ეს პენიტენციური კოდექსით არის გათვალისწინებული. ვერ მონაწილეობენ სპორტულ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებში. მათ შორის პატიმრებს წირვის დროს ციხის ეკლესიაში ასვლას უკრძალავენ. ზვია ცეცხლაძე წერს, რომ 6 პატიმარი ერთ პატარა კამერაში ყავთ გამომწყდეული, რაც ხშირად იწვევს დაძაბულობას. გარემო კი ისეთი სტრესულია, რომ ხშირად შეუძლებელია ჭამა, ძილი და ვარჯიში. ამ ყველაფრის შემდეგ რითი გვემუხრებია, რომ ციხე არ გვინახავს, რა უნდა გვანახონ, ცემის კორიდორებში უნდა გაგვატარონ თუ როცა ჩვენი ჯერი დადგება ფეხმომტრეული ცხოველებივით მოგვექცნენ, ანუ მწეო მდგომარეობაში დარჩენილების საკუთარ შარდში ამოგვსვარონ. თუ ასე დგას საკითხი, მე პირადად ზვია ცეცხლაძე ვითხოვ, რომ ნამდვილი ციხე მანახოთ. მიმიფურთხებია თქვენი კარცერისთვის, კარანტინისთვისა თუ დეესკალაციისთვის. თქვენ მარტო იმიტომ ვერ დაგვამარცხებთ, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვის ამ ეკლიან უალ გზაზე, რომლებიც ჩვენმა წინაკრებმა გათელეს, ღვთისმადლი უხვად მოეფინება. ხოლო თუ ღმერთი ჩვენს მხარესაა, მაშინ ვინღაა ჩვენ
ჩვენს წინააღმდეგ. ახალგაზრდული მოძრაობა დაფიონის დამფუძნებელი აქტივისტის ზვია ცეცხლაძე 2024 წლის 4 დეკემბერს პროევროპულ პროტესტში მონაწილეობის გამო დააკავეს. თავდაპირველად სახელმწიფო ბრალდება ცეცხლაძეს ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებას ედავებოდა. მაგრამ 9 თვიანი განხილვის შემდეგ პროკურატურამ ამ ბრალდების დამტკიცება მოსამართლე მჭედლიშვილის თვალშიც კი ვერ შეძლო. მოსამართლემ ცეცხლაძეს ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზებამდე გადაუკვალიფიცირა და 2.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ცეცხლაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მას სხვა ათობით დაპატიმრებული დემონსტრანტის მსგავსად საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი სინდისის პატიმრად და პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს.